დილა მშვიდობისა, ჩემი დილა დაიწყო სანთლებით, როგორც ყოველთვის ვიყიდე ასეთი სანთლები. თეთრი ჩანს, მაგრამ ყვითლად ანათებს რეალურად. ეს ვიყიდე ქუჩისთვის არის 12 წალი. მაგიდასთან რომ დავსხდეთ და ლამაზად დავანთო. მე ხომ მაქვს სუფრების გაშლის გეგმა. აქ არის პავლინი, არ ვიცი რა ქვია ქართულად, სულ მავიწყდება და ვანთებ ხოლმე, იმიტომ რომ აშორებს რაღაც ნეგატიურ ფიქრებს და ასე შემდეგ. აი ასე იწყება ჩემი დილა და ყავა. ეს არის, იმიტომ რომ ავთქვიფე და კაფე ჰქონდა. როგორ ხართ? ეხლა პაჩები უნდა გავიკეთო. 8 საათია და ხო ხედავთ რა აქტიურები არიან ბავშვები. ძალიან. ანუ კი ესე არა. მოდი დაგეხმარები, ასე არ უნდა გააკეთო. წამი. ერთი წამი. ანუ კი აი? ერთი წამი რაღაცას გავაკეთებ და მოგხედავ. იპოვე ჯერ რომელი ის გინდა? რომელი თმის სამაგრი გინდა? ის ჩემი გუშინდელი. თმის სამაგრი? თმის სამაგრი, რიზინაჩკუ გაგუ хочешь? ჩემი გასაღები. აი, იცით რას ვგრძნობ თითქოს მთელი ცხოვრება იყო ჩემთან. აი, ჯერების გარეცხვის დრო. დღე. მოდი ჩემთან. იცით რას მივხვდი ბოლო დროს? ამ ბოლო დროს ბავშვებს რომ ვეუბნები 5 წუთი ან 3 წუთი რომ გაჩუმდნენ, რომ ვიდეო ჩავწერო, მისმენენ, ადრე ასეთი რაღაცა არ იყო. ესე იგი, ეჩვევიან იმას, რომ მე შეგვიძლია ვიდეო გადავიღო. თორე ადრე ვერ ხვდებოდნენ რა რას ვაკეთებ, რატო დგავარ აქ და ვისვე საუბრები. მე კიდე ეს სანთლებიც მაქვს და მავიწყდა ეს სანთლები, მაგრამ აქ ელემენტი დაიჭდა სამწუხაროდ. ერთი წამით. ესეც ლამაზებია ძალიან. ესე იგი დღეს მაქვს ფანჯრების გაწმენდის დღე, დრომეთკი დღე. უნდა გავწმინდო. და ფანჯრები მტრები და ამ შემდეგ უნდა გავრეცხო სარეცხი, შემდეგ უნდა გავუწოდო ბორში და შემდეგ დღესაც მოვწოდოთ ესეთ ჩემი ასეთ თმა. რა მინდა გითხრათ კიდევ? ნათურები გამოვიწერე კიდევ ერთი წამი. ნახეთ 12 მეტრა ნათურები. ეს მჭირდება ქოლგა რო გვაქვს, ქოლგის გარშემო შემოსახვევად. და ძალიან მოუხდება. მაგრამ გაჩვენებები გამოვიწერე. კიდე გამოვიწერე ასეთი ბოხო სტილში 1 2 3 4 5 6 7 8 ცალია, 2 უკვე ფეხზე მაქვს. მაგარია ფეხზე, მეგობრებო, მე აღარ მინდა ეს მძივები და რაღაცები მომბეზრდა და ამიტომ ასეთები გამოვიწერე და ძალიან საყვარლობაა. ესე იგი, მინდა გითხრათ, კიდევ აი ასეთი ემოზე გამოვიწერე ეს ჩვენ ვიხდება გარეთ, როცა რაღაცა საჭმელები მაქვს, აქ შეიძლება პურიც დავდოთ, რაღაცა
ორცხობილებიც, რავი, ნებისმიერი პროდუქტი. და რომ ჯერ ეგერთი ბუზები დაფრინავენ, ხო იცით, ქალაქ გარეთ ვართ, რომ ბუზი არ დააჯდეს საჭმელს. და ზოგადად ძალიან მაგარია, მომწონს. მე მაქვს ამ ტიპის კიდევ აი ასეთი. გისმენ? აი ასეთი. და კიდევ გამოვიწერებ და აი აქ ცოტა სხვანაირად გავაკეთე, არ გავაკეთე, აი ასეთი. და კიდევ გამოვიწერ ალბათ იმნაირებს. ეს ძალიან მაგარია, აი შეიძლება ნებისმიერი საჭმელი გავიტანო, თუმცა ასეთი ჩვევა აქვს, რომ აი როცა ვეძახი საჭმელად, იმ წამს არ მოდიან რა, დადიან იქეთ-აქეთ, სანამ რავი ხასიათზე მოვლენ თუ რა არ ვიცი და სადღაც 5 წუთი უნდა რომ თავის თავს უთხრან რომ კი გვშია და მოვალთ და სანამ მოვლენ რომ ეს პროდუქტი იყოს დაცული ასე ვთქვათ. კიდევ რა შევყოთ კიდევ ისეთი არაფერი. კეპი. კეპები ზოგადად მე ძალიან მიხდება. ესენი უნდა და კიდე მითხრა რატო ასეთი პატარებიო ღმერთო ჩემი პატარებიაო. ეხლა მიდის თავის მეგობართან სასეირნო და თბილისში მიდის და გამომიცხადა რომ 9 საათზე მივდივარო. რა 9 საათზე? უკვე არის 9 წუთები, 9 ნახევარი და ვერანაირად 9-ზე ვერ გავა, საჭმელი არ უჭამია, მოსამზადებელია და ასე შემდეგ. ნახეთ რა ჩამომივიდა მეგობრებო. უბრალოდ შეფუთვას დააკვირდით. ეს ბრენდმა გამომიგზავნა კოლაბორაციისათვის და უნდა გადავიღო უმაგრესი ვიდეო. მაიოლის ფირმის პროდუქცია. ახლა ვიგეტყვით. ეს არის გერმანული, მაგრამ ეს კომპანია შესულია კიდევ ბრიტანეთში. ეგრე მივხვდი რომ ბრიტანეთში აქვს რაღაცა ფილიალი თუ ოფისი, იმიტომ რომ ეს ბრიტანეთიდან გამომიგზავნეს. ხო და ეს არის ჯერ ეგერთი არის მინა. ბოდი ლოსიონ არის სპანის ლოსიონი. უბრალოდ მე შეფუთვას აქ რაღაც ლოტოსის თუ ლავანდასი, აი რაღაცა გავს ასეც. 200 მილიგრამია, ძალიან მძიმეა, ძალიან დიდია და არის ანტი-ეიჯი ტანის ლოსიონი. და შეფუთვა უბრალოდ უსასწავლესია, თან მოთხრები აქვთ აი მატი. უბრალოდ როცა იდგება აბაზანაში ძალიან ლამაზია. გისმენ? ეს იმიტომ დავტოვე ასე რომ თქვენ გაჩვენოთ. მეორე პროდუქტი არის ბიფლატი. ესე იგი იცით რა საკეთებს ეს? კანს ხდის ერთ, ესე იგი კანი ხდება ერთ დონეზე გასწორებული თუ როგორ გითხრათ. ეკუნა მოვამალე, ესეც არის მინა და ნახეთ რა ლამაზია. ამასაც არის სურნელი, ეს უფრო ტკბილია. იკუნა მიდის თავის მეგობართან და 100 მილიგრამია აქ. ეს უნდა წავისვათ მთელ ტანზე. ასე წერია. სახეზეც შეიძლება. პეპოსთან? კაი, წაკიყვან, ქარი რო გაჩერდება და ფანჯრებს რო გავეცხ. ეს არ მოგხსნათ გასვლის სურვილი. და კიდევ ერთი, ეს უკვე ბავშვები ხსნიდნენ. ეს არის ტანის ჩვენ ვეძახით კარაქს რა. ესეც მატი. ღმერთო ჩემო. როგორი მნიშვნელობა აქვს შეფუთვას ხალხი. არ წარმოვიდგენთ. ეს უკვე გავხსენე რა
ოქროს არის. აუ, რა კაია, ღმერთო. როგორ ეტყობა ხარისხი. იმის სურნელი აქვს. პიტნის, ხო? პიტნამი არა. და თან ჩემი წყლის ბოთლს როგორ ხდება. ეხლა შევამჩნი აქეთ გადა. აი ასე მეგობრებო, ამაზე გადავიღო კარგი ვიდეო, თუმცა არ ვთქვამთ. უბრალოდ მომწერეს ჩემს სამუშაო გვერდზე და მითხრეს, რომ ძალიან მინდაო, რომ ჩვენი პროდუქტი ასე ვთქვათ, მოიხმაროთ და შეაფასოთ თქვენ. არანაირი ვიდეო, არანაირი მესიჯი, არანაირი ის არ გჭირდება, არ ვარ ვალდებული, მაგრამ მე მაინც გადავიღებ ვიდეოს, მაინც მივუთითებ კომპანიას და იმიტომ რომ მე ასე ვაკეთებ, მე არ მიყვარს როცა ვიღებ რაღაცა პროდუქტს და სულ გავჩუმდი, არაფერი არ ვთქვა. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ხარისხი, როგორ მოგმართავენ, ძალიან დიდი მესიჯები ვწერეთ ერთმანერთს, ძალიან საყვარელი გოგო მესაუბრა ამ პროდუქციის შესახებ და როგორ არ უნდა დაუწერო კარგი კომენტარი, ну რა თქმა უნდა, თუ მომეწონა პროდუქცია და პირველი შეხედვით ძალიან კარგია, ჯერ არ მიხმარია, დღეს უნდა მოვსინჯო და უცლებოდ გაგიზიარებ თქვენს და თუ მომეწონება, უკვე შევიძენ და ვიყიდი. ან თუ ამათ მოეწონება ჩემი გადაღებული რეკლამა, ან ჩემი პოსტი, გამომიგზავნიან კიდევ რაღაცა პროდუქტებს. ზოგადად ასეთი სისტემით მუშაობენ კოლაბორაციები. ეს იყო კიდევ გამომიგზავნეს ასეთი საყვარლობა. წერილიც. დია ლილიან. ასე. ძალიან გახარებული ვარ. სხვათა შორის ჯერ არც ერთ პროდუქცია არ მომეღია, არც ერთ პროდუქცია ისეთი არ გამოუგზავნიათ, რომელიც იყო ცუდი, ან არ მომეწონა, ან გატეხილი, ან რაღაცა ცუდი სურნელი ჰქონდა. არა, არც ერთ ბრენდს ცუდი რაღაცა ჩემთვის არ გამოუგზავნია. ძალიან გამიმართლა ამაში. კიდევ ველოდების სამაჯურებსაც და ყელსაბამებსაც. ყელსაბამებს ალბათ მე ვინმეს ვაჩუქებ, იმიტომ რომ ცოტა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ მინდა ჩოკერებია და ჩოკერებს მე დიდად არ ვატარებ ჩოკერებს, აი აქ რომ იყოს ქვა ან გული ან რაღაც, მაგრამ ის არის პირდაპირ ასეთი დიდი ჩოკერები და ვნახოთ, აბა შეიძლება კი გამოვიყენო, ვნახოთ რამე ლუკთან ერთად. დროებით და გემშვიდობებით, მაგრამ დღეს ჯერ არ დამთავრდა, ეხლა დაიწყო. კარგ დღეს გისურვებთ. Какой это цвет, а? დილამშვიდობისა. მე მოგზაია ასეთი ახალი ლოკაცია გადასაღებად. და ახლა გაჩვენებთ როგორია. Какой вот это? Зеленый. Да.
როგორ ბრწყინავს ჩემი თმა, არაფერი არ მაქვს წასული ხალხანა. როგორ აი ნახეთ, აქ სარკე დავკიდეთ. აქეთი და ადრე ბავშვების ნახატები. ისინი გადავიტანე სამზარეულოში მშვენიერი ლამაზი. კედელი გამოვიდა და დავდგით აი ასეთი. ეს იდგა ჩემი ბიჭის ოთახში, მაგრამ იყვნენ სტუმრები და გვინდოდა კიდევ ერთი დასაძინებელი ადგილი რომ გაგვენ თავისუფლა, ეს გამოვიტანეთ აქ, მოგვეწონა და აქვე დავტოვე. ეს ჩემი ავოკადო, ეს ჩემი ნათურა არის და აქ იქნება ეხლა ავწერ ცოტა გადაღება და უშუალოდ დილის რუტინის მარტივი და სასიამოვნო, რადგან აქ დავდგამ რაღაც საჭირო ნივთებს, შუქიცვას, ტელეფონი ახლა როგორიც მაქვს ჯერჯერობით და აი ასე გადავიღებ. ჩემი თმა ნახეთ როგორ მზია. სასწაულს არაფერი არ მაქვს წასული, ოღონდ შესაღები მაქვს, ჭაღარები გამომერია, ბავშვები უკვე ხმაურობენ, 3 დღე იყვნენ ჩვენთან სტუმრები, ჩვენ მეგობრები. 3 დღე არ დამილაგებია არაფერი საერთოდ. ჭურჭლის გაროცვლის გარდა, იმიტომ რომ რეალურად ვისვენებდი და არაფერი არ მაინტერესებდა და დღეს მივხედავ სახლის და ჩემს თავს. საჭმელი გასაკეთებელი არ მაქვს. და ეს ძალიან ბევრ დროს ან თავისუფლებს და ბევრ ენერგიას. ასე ცოტა შევცვალე ჩემი რუტინა საჭმელის ჩემი და გაგიზიარებთ დღეს. ეხლა ჩავიხედე ჩემი თვიური გეგმების სიაში და იქ წერია მაცივრის გარეცხვა. დღეს ძალიან კარგი. ისედაც ვაპირებდი. მაცივერს ვრეცხავ თვეში ერთხელ, ისე რომ ყველაფერი გამომაქვს ეზოში და ვრეცხავ. ისე კი წმინდა, რა თქმა უნდა, რაღაცა თუ დაიღო რა. თუ დაიფანტა ბავშვებთან, ხო იცით? წარმოარა, მაცივერში არის. რაღაცას ეძებენ სასუსნაოებს, ავჯერ თვა უნდა შევეკრა. ხო და დღეს ეგ მაქვს თურმე, ძალიან კარგი. თორე დღესვე მოვიშორებ მაგნაირ საქმეს. საჭმელი მაქვს გაკეთებული. ნელა. გავაკეთებ ეს ჩემი. ეს ჩემი შეუცვალე თვითონ საკიდი მოკლე იყო ეს პროგრამული მოდელი. ბავშვები რა ხდება? დანა გინდა? დანა გინდა? აი დანა ახლა pancake-ებს გაგიკეთებთ. pancake-ებს. პაჩებს ვიკეთებ ხან როგორ. ასე კომფორტული, უფრო ასე, როცა აქ არის წვრილი მხარე და იქით არის. არ ვიცი ვის როგორ მეგობრები, მაგრამ მე
მომწონს პაჩები, ნებისმიერი პაჩები ჩემ თვალებზე მოქმედებს, აი რაღაცნაირად კარგად და ზოგი ამბობს, რომ არაო, სისულელეა პაჩებია, ზოგი ამბობს, კარგია, ჩემს კარგია. მიყვარს, მე მომწონს, სულ მაქვს, არ არის ის პერიოდი, როცა პაჩები არ მქონდეს მე. შორტები უნდა გადავაკეთო, მაგრამ მაგ შორტებისთვის მე მინდა რეზინა, მაგრამ მგონი მაქვს, დიდი მაქვს ეგ შორტი. ძალიან დიდი ორსულობაში ატარებდი და მინდა გადავაკეთო, ძალიან მიყვარს და ზაფხულში და წავედი. ფანქეიქების გასაკეთებლად. ჩემი ლილიები. ამ ჩემს ბაღს რა ეშველება არ ვიცი. ეს პაწუკები ჩემთან არიან როგორც მიხვდით. არავინ არ იჩუქა და მე რა გავზრდი. და რისი თქმა მინდოდა, ხო? ეს ბაღი არ მქონდა შემოღობილი არანაირად და არ ვიცოდი სად რა ყვავილი დამეთესა, დამერგა, მოკლედ ერთი სიტყვით. ესენი გაუკეთეთ. და მე უნდა ვიყიდო ისეთი მცენარე, რომელიც შემოეხვევა ამას. და იქნება ულამაზესი. იქ არ მიაქციოთ რაღაცა ბოთლებია. აქ არის სარეცხი. ხვალწვი არიოთ და ვეშურო მეთქი. უნდა გავრეცხო დღეს. აქ ჩვენ მივირთვით და ეს უნდა შევიტანო ლუდის ბოთლი. იცით როგორ მომწონს გარეთ. რომ ზივართ აი ასე მყუდროთ. აქვე აუზია. აქ ჩემი სარეცხი, აქ აი ასეთი ულამაზესი მთა. ბავშვებს მაგიდა გავრეცხე. რაღაც აღებავებით იყო. იქ მაქვს ასეთი ძალიან მძიმე ადიალები, რომლებიც კერხერით გავრეცხეთ და იქ დავფინე, რადგან აი ეს თოკი ვერ ძლებს, ამდენად მძიმეა, ისიც მძიმეა. ნუ ერთი სიტყვით ეს არის სახლის არა, გარეთ ვკიდებ ხოლმე. აი ეს ცოცხიც ამათმა მოათრიეს. აი ამ მაიმუნებმა. ერთი იდეა გამიჩნდა. ამ ქოლგას ხომ აქვს ესეთი ნატურები და ძალიან მომწონს როგორ ანათებს ღამე. მე მაქვს ასეთი გალია. ჩვენი ყვავის გალია. მე მინდა ის ჩამოვხსნა, ოღონდ ამას გავაკეთებ ხვალ. მოვაწესრიგო. შემოვატრიალო. ესე იგი, აი ეს მხარე უნდა იყოს აქეთ. აქეთ შემოვატრიალო. ეს ამას რა თქმა უნდა მოვაცლი და მინდა რომ რაღაც იყოს ჩვენი ეზოს დეკორის ნაწილი. და ვფიქრობ ამასაც ხომ არ გაუშვა რამე ნატურები. აუცილებლად. ეს ნატურები აღარ ვიცი, აი ცუდია უკვე, აღარ ანათებს. და რა გააფუჭა, ისიც არ ვიცი, იმიტომ რომ წესით არ უნდა გაფუჭებულიყო. იმიტომ რომ ქუჩის ნატურებია და რატომაც გაფუჭდა. ამ ორ ქოთანში მაქვს ჩასარგავი ყვავილები, ოღონდ ჯერ არ ვიცი რა. იმიტომ რომ ძალიან მაღალი ქოთნებია, დიდი ქოთნებია და ამას მოუხდება უფრო ასეთი გამწვანებული ყვავილები და არ ვიცი, ჯერ ვფიქრობ. აი ეს არის ძალიან ლამაზი. მხარე. აი ასე. და აქ მინდა ფოტოები გადავიხო. ერთი სიტყვით ხვდებით ხო რამდენი გეგმა მაქვს ეს ბურთი. რატო აქ მე ამბობს რომ გასკდაო ბურთიო. ჩუსტი, არ წამართვა ჩუსტი, გოგო. ისიც აქ აქვს ფრიზბი. ჩვენთან იყვნენ სტუმრები 5 დღე. მერე კიდევ 3 დღე და იცით რა ვიფიქრე, რომ ძალიან მაგარი დეტოქსი გამომივიდა სოციალური ქსელებისგან. ძალიან დავისვენე იმ მხრივ, რომ არაფერს არც ვპოსტავდი და აი რაღაცნაირად აქარეულობა, რა თქმა უნდა, ბავშვები ხან ხატავენ, ხან რასაკეთებენ, ხან რას და ასე გვაქვს. ეს რა ველო რატო შემოვაყენა აქ. ხო,
მაგაც ბურთია. ოჰ, რა კაია. როგორ მომწონს აქა ურობა. ხვალ გავაგრძელებ. ან ავტვირთავ ამ ვლოგს და გავაგრძელებ ხვალ ახალს.